მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდები ფიზიკაში 2019 წლის ნოემბერი, ამოცანა ნომერი 22. სარკეში სახაზავის გამოსახულების რა ნაწილს ხედავს დამკვირვებელი, რომლის თვალი A წერტილშია, ვიკითხებია, ახაზიც მოცემული გვაქვს. კარგით, ესე იგი, ეს თვალი ჩვენი თვალი, საიდანაც ვაკვირდებით ამ სარკეს, არის მოთავსებული აი ამ წერტილში და გამომდინარე იქიდან, რომ სარკე ბრტყელი არის, მოდით ავაგოთ აი ამ სახაზავის გამოსახულება ამ სარკეში. სარკის სიბრტყელიდან გამომდინარე, სახაზავიდან სარკემდე მანძილი ტოლი უნდა იყოს სარკიდან გამოსახულებამდე მანძილის, ანუ სიმეტრიულად უნდა იყოს ეს სახაზავი მოცემული. შესაბამისად, სახაზავიდან სარკემდე არის 4 ერთეული, ანუ აქედანაც, აი აქედანაც 4 ერთეულით უნდა იმყოფებოდეს. შესაბამისად, აი ეს წერტილი გამოსახულება იქნება აქ, ამ წერტილის ანალოგიურად აი აქ და აი ესე თუ გავაგრძელებთ ამ პროცესს, ამ წერტილების გამოსახულებები არის აი ასე გამოცემული. შესაბამისად, ეს ჩვენი სახაზავის გამოსახულებას იქნება შემდეგი სახე. აი ასე. ასეთ გამოსახულებას მივიღებთ. ხა ჩვენ ამ სარკეს ვუყურებთ და სარკეში ვხედავთ სახაზავს. ხლა ამ სარკიდან სახაზავიდან დაცემული სხივი აირეკლება და ხდება ჩვენ თვალში, ჩვენი თვალის ბადურაზე და ჩვენ ხედავთ გამოსახულებას, ხო? შესაბამისად, აქედან წამოსული აირეკლების სხივის უკიდურესი, აი ესე რო გავაკეთოთ, მოდით. აი აქ, აი ეს სხივი ხდება აი აქ, ამ წერტილში, ნახეთ. და აი ბოლო მონაკვეთი არის, ხლა ის არის, რომელშიც მოექცა ჩვენი თვალის არეალში ეს ჩვენი სახაზავი, წარმოადგენს აი ამ ნაწილს, აი მესამედ ნაწილს, ხო? პროსტურად აი ესე რო დავუკეთოთ, აი ეს ნაწილი არის, აი ეს არის ხილული არე, ხოლო აი ამ ნაწილს, უკვე თვალით ვეღარ ვხედავთ. სახაზავის უშედგება 4 დანაყოფისგან და ჩვენ ვხედავთ 3 ნაწილს. შესაბამისად, სულ ვხედავთ 3/4 ნაწილს. ნუ 3/4 კიდე არის, პასუხებს თუ შევხედავთ 0.75 ნაწილი. შესაბამისად, პასუხი იქნება D.